მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერით 13. OXY საკოორდინატო სიბრტყეზე A ვექტორი, რომლის კოორდინატებია 3 და 4, საშუალებით განსაზღვრული პარალელური გადატანა y-x² - 4x + 5 ფუნქციის გრაფიკს ასახავსო y-fx ფუნქციის გრაფიკზეო და ჩვენი მიზანია ვიპოვოთ ეს ჩვენი y-fx ფუნქცია. კარგით, ესე იგი ჩვენ საწყისი ფუნქცია რა გვაქვს მოცემული y-x² - 4x + 5 გვაქვს. და ეს პარალელური გადატანა რას ნიშნავს ამ ვექტორის საშუალებით? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მოცემული ფუნქციის გრაფიკი უნდა ავიღოთ, გადავიტანოთ მარჯვნივ 3 ერთეულით და ზემოთ ავწიოთ კიდე 4 ერთეულით, ხო? და ეხლა ჩვენ გავიხსენოთ შემდეგი ფაქტი. აი მაგალითად, აი ზოგადად თუ გვაქვს y-f x - a ან y-f x + a. სადაც a ნებისმიერი რაღაც დადებითი ან უარყოფითი რიცხვია. ეს ნიშნავს ჩვენ ეს ჩანაწერი ნიშნავს რომ fx - a ფუნქცია მიიღება საწყისი fx ფუნქციისგან a ერთეულით მარჯვნივ გადატანით. აქ პირიქით a ერთეულით მარცხნივ გადატანით. შესაბამისად ეს ფუნქცია რომ შევძლოთ და გადავიტანოთ 3 ერთეულით მარჯვნივ, ამისთვის აუცილებელია გამოგვდის რომ ეს ჩვენი x-ი უნდა შეიცვალოს x' დავარქვათ x' x - 10. 10 არ უყურავს 3 ერთეულით გვინდა ხო გადავიტანოთ x - 3, ხო? შესაბამისად x-ის მაგივრად ჩვენ ახლა უნდა შევიტანოთ x - 3. ანუ y-უდრის fx-ი და ეს უდრის x'-ის მაგივრად, ესე x-ის მაგივრად x - 3 შეგვაქვს x - 3 კვადრატში ვექნება -4x ვექნება +5. ეს უკვე უკაცრავად აქ x-ის მაგივრად უნდა შევიტანო აქ x - 3 +5. კი ბატონო, ეს ახლა ჩვენ მოვახერხეთ და მარჯვნივ გადმოვიტანეთ, ხო, 3 ერთეულით, მაგრამ ზემოთაც უნდა ავიტანოთ ეს ფუნქციის გრაფიკი 4 ერთეულით. ამისთვის გავიხსენოთ, რომ როცა გვაქვს კვადრატული ფუნქცია მოცემული, ეს თავისუფალი წევრი გვიჩვენებს ჩვენ y-დან გადაკვეთის წერტილია, ხო, 5. შესაბამისად 4 ერთეული თუ აიწია ეს ჩვენი ფუნქციის გრაფიკი, გადაკვეთის წერტილი 5 კი აღარ იქნება, უკვე იქნება 9, რადგანაც 4-ით აიწია ზემოთ. ამიტომ აქ კიდევ უნდა გავითვალისწინოთ ეს და დავუმატოთ 4. ეს უბრალოდ ახლა უნდა გამოვთვალოთ, არ იქნება რთული. ეს კვადრატი იქნება x² - 6x + 9 -4x + 12 + 5 და პლუს კიდე რამდენი? პლუს კიდე 4, ხო? 4. ასეთი რაღაცა მივიღეთ ჩვენ ახლა და რა გამოგვდის ახლა ჩვენ აქედან ჩვენ ეს ტოლი გამოგვდის. ეს უდრის x² minus 10x გექნება 10x და ეს უკაცრავდა 15 საიდან გავაჩინა აქ 5 ღერია და 15 რატო დავწერე გასაუბრებდი ახლა მეთქი რა ხდება. კარგით, ესე იგი x² minus 10x გექნება და რა ვექნება 9 plus 5 plus 4 18 18 12 30 გამოგვდის 30. შესაბამისად საბოლოოდ დავწეროთ პასუხი. ჩვენი საძიებელი y ფუნქცია ტოლი ყოფილა x² minus 10x plus 30. ეს არის პასუხი B.